მაშინ მოდი უნდა გაჩუქო ყველი. არა, არ მინდა ჩუქება. ჩვენ ვაკეთებთ ექსპერიმენტს, ასლარში უნდა ჩავეტიოთ. გაფიკი მინდა, რა მინდა, ხო დავყალე ერთი კონა. ვაქოელებს გამოაწერინე. I wanna just subscribe. Tell არაქალის არ არის კარგი. შენი ქართული არ გაიშვა. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. მოგესალმებით, პირველ რიგში არხი უნდა გამოიწეროთ, ახალ წლამდე უნდა ავსულიყავით. გამარჯოს. ახალ წლამდე უნდა ავსულიყავ. აი არ მაწერინებინ რა, ესეთი პოპულარული პიროვნება ვარ ვაგზალზე. ჩვენ გამოვედით დღეს 100.000-ზე უნდა ავსულიყავით. ეს უნდა ყოფილიყო 100K სპეშალ ვიდეო და 100 ლარი მაქვს ხელში. კი არ შედგა ეს 100K სპეშალი ახალ წელს, მაგრამ მე მაინც გადავიღებ და ეს არის გრანდიოზული ვიდეო, მე მექნება 100 ლარი. ვეცდები საახალწლოდ ვიყიდო პროდუქტი რა, ოღონ იმენა საჭმელი ვიღაცის საჩუქარი და ტაქსით როგორ მოვედი და ეგენი არა. მარტო პროდუქტი რა, 100 ლარად რა შევიძენთ რა. საახალწლო სუფრაზე რა არის კარგი და კომენტარებში დაწერეთ თქვენ რა შეიძინეთ 100 ლარად. ან რამდენი დაგიჯდათ საახალწლო სუფრა. წავედით ახლა დეზერტირების ბაზარში ვიმყოფებით. დეზერტირების ბაზარი რატო ქვია ამ ბაზარს? რატო ქვია დაგვიწერეთ კომენტარებში. გამარჯობა, დეზერტირების ბაზარი რატო ქვია ამ ბაზარს? არაქალი არ არის კარგი. შენი ქართული არ გაიშვა? არა, რა გინდა, კარგად ბაზრობ, კაცო. მე როგორც ინგლისურად ვლაპარაკობ, ისე ვლაპარაკობ ქართულად. აბა რა იყიდე და რა მიეც? 55 lari. 55 lari, and what is it? Poha, dal, chaval, rice, beans. Meat? No meat. ამ ხორცის გარეშე გაქვს. მარხვაზე ხარ? No meat. No meat. ეს ზროხა ამათთან ხო ის არ იჭმევა. Chicken? No. No money? Money yes, but no chicken. აბა ეს happy new year. Happy New Year. Hello, ამათაც უსწავლიათ რო აქ იაფად. Hello. No. Okay, where are you from? ზურგით იყავით. არ მინდა. კრიმინალს ნუ ჩამადენინე. ხალზე ძალადობები და რაღაცები მაკლია ხა კიდე. რა უჩქვიდო. აბა რა რახის. Ვის ხასიათი? აი რაღაცა ეკონომიურად რო ვიყიდო რა სუფრაზე მინდა. 50 ლარად ამას მოგცე. 50 ლარად. 50 ლარად ამისა. იმას 50 ლარად. აჰა, ანუ 25-ში შეიძლება ერთი პატარა ქათამი, საცივი რაღაცა ქათმის ინდაური. ესეც ინდაურია, მაგრამ პატარა ინდაური. პატარა ინდაური და 50 ლარს წაი. 50-ში პატარა ინდაური. კაი, გავივლი, აბა კიდევ ნახავ სადმე რამე. ღორის ხორცი რაღის. რა ვიცით როგორ გაჩი. 13 ლარი კილო. ღორის ხორცი შეიძლება 25 ლარის, 26 ლარის, ინდაური 50 ლარიანი ან 50 ლარის ხორცი. ნაძვის ხეც ხომ მინდა? არა მაქვს ნაძვის ხე. აქ რა ხეები? ნაღდი ნაძვის ხე. ნაძვის ხე არ შედიოდა გეგმებში, მინდა ძმაო ნაძვის ხე. აი ძმაო შვენიერი ნაძვის ხე. ეს ნაძვის ხე რა ღირს? 20 ლარი? მომეცით ერთი ნაძვის ხე. კი, გაქვთ ამის ხე. აჰა, 20 ლარი ნაძვის ხეში წავიდა. თუ რამე მწვანილების მაგივრად ამას ვიზავ, თუ არ მეყო ფული. ხო წავა. მადლობა. ცოტას მოვაწყვიტა. რავალ ახალ წელს, რავალს ბედნიერად ბარაქა მოგცეთ. დავრჩა 80 ლარი. უნდა ვიყიდო რამე 80 ლარი. პირდაპირ გამზადებული ხო არ ვიყიდო. არ მინდა. გაატარეთ. ეჩქარება. მოდი. აქეთ უფრო ხეები არის და არ გვინდა ხორცში შევიდეთ. ოპა! ჩემი მომაწყვიტა ფეხი. ჩურჩხელა გვინდა? კარალიოკის ჩირიც გვინდა, ხო? ნაძვია? არის. აბა, სული არა აქვს აბა. ნაძვი მე მაქვს. სული მაგას კარა ჩორნაია მაგიას და ოპიუმს არ აქვს ბატონო. შენ რატომ იღებ? ერთი მაინტერესებს. ანამაზია და გამოჩენა გინდა? არა, გავბლარებ თუ გინდა. რატო იღებ? რატო? ჩელენჯი მაქვს ესეთი. ჩელენჯი რა ახლა მე ვიცი. 100 ლარში რას ვიყიდი რა საახალწლო სუფრაზე. 100 რა? იყიდი თითო კილო ხილს. ქათმის სურათზე იღებ სახში. რას წავიღებ? კაცმის სურათს დაიდა. 80-ია, გატოვე შენ. აი რა აქ არის. გამარჯობა. 100 ლარად რას ვიყიდი? 100 ლარის სადამოწორი. სიხავი კი რა იცი? ვიცი როგორ არა. რა არის სიხავი? ჩეკისტი. რა ქვია, 10 კაპიკი მინდა, რა მინდა, ხო დავყალე ერთი კონა. რატო იდგა ეჩქობა. არა უშო ხუმრობს მე მგონი. უფრო იუმორში გავატაროთ. არა უშოს ახალი წელია. კაცები ვარ. რა იცი ხავი? ესე იგი სურათი გააქვს, სურათი. ქათმის? ხო.
ათმი სურათი არა. მინდაურის ბარემ. სურათი თუა ბარემ მინდაურის იყოს. ხო, ხილი რაღის. რამდენს ვიყიდი? აბა 1-20 ლარის ხილი რო ვქნათ. სუფრაზე ხო უნდა იყოს ხილი. წაი ბიჭო, გამანებე თავი. არა, მართლა კომუნისტი ვიყავი მე და გამანებე თავი. კომუნისტი ვარ მე. შენ არა ხარ კომუნისტი. შენ ხარ თავისუფალი ჩახსნილი კაცი. მე ვიყავი ძველი კომუნისტი და გარამაკეთე. მე თავისუფალი ჩახსნილი ვარ. შენ ხარ კომუნისტობას ჩახსნილი. მე. კაი, წავედი, სანამ რამე შარს არ გადავეკიდე. რავალ ახალწე. არ მინდა ზმა არცხილი მინდა, არაფერი არ მინდა. ყველიც ხო გვინდა, ყველი სუდამავიწნა. ყველი იქით არის, იმ ქალთან წავიდეთ წამ. 80 ლარი გვაქვს. კაცმი სურათი. გამარჯობა. საახალწლო სუფრაზე 100 ლარად, რა შეევა ჩაეტიო. 100 ლარად ნაცვლში. მარტო ნაცვლში? ნაცვლში უნდა ვჭამო. დაურები არა მაგდა გოჭი. თქვენ არა, ეს ვიყიდე 20 ლარად და კაი ფასია. კაი ფასია, არ მოვტყუდი. კარგია. აბა რავას დაესწარი. აქაც არის ხილი. არა, რასა. აუნა მე ეს კი არა. გადასახადოდან კი არა. კი არა. ეს გინდოდა ხურმა? ესეც უნდა იყოს, ხო? კაი, ერთი სუფრა ავაწყოთ რა. არა, ჩირი. არა, ლუკის ჩირი. всё. ნელა. წვიმები? ეს წვიმები რა ღირს? 1 ლარი? აია. ამას მოუხდება, ხო? მოიცა მოვაზომო. არა, ეს ფერი არ მინდა. არ გვინდა, წვიმა ჩვეულებრივი წვიმა ხო იქნება და ის იყოს. ჩვეულებრივი წვიმა წამოვა, რა თოვლი და ჩირი. ჩირი რა ღირს? 10 ლარი კილო. კილო ვიყიდოთ? კილო ხო უნდა იყოს მინიმუმ საახალწლო სუფრაზე. კაი, ერთი ეგ მომეცით. 1 კილო. თაფლიც უნდა იყოს? თაფლი მაქვს რაღაცა ძველი დარჩენი. გაიხარეს ბებო, გაიხარეს. თაფლის გარეშეც ხო წავა. ჩვენ ვაკეთებთ ექსპერიმენტს 100 ლარში უნდა ჩავეტიო საახალწლო სუფრაზე და ნაძვი და ჩირი გვაქვს. რაც თავარი. და 70 ლარი. ეს 11 და იმის არის. არა, 10 ლარის გვინდა, აუცილებლად. დაიტო, უნდა ჩავეტიო. აჰა, მეტი თქვენსკენ იყოს კიდევ. არ მინდა, არა. თავარია ხო არ შევწხვები. აიმე. ჩვენია ოჯახი. ჩირი. არა, ჩირი რო იქნება, ხო ჩირი. კი, რას რავი, ჩემი ოპერატორი მეუბნება, ჩირი და უეჭველი ევასება მაგრას. ჩირი უნდა იყოს და ჯერ ხორცი არ მიყიდია. ყველი ვნახოთ, წვანილებზე მერე გამოვივლი. ყველი. წამოიქითაც იქნება ყველი. აბა, წინასწარ გილოცავთ. კაი ხორცი რომელია? კარგი არის ეს, აინაგანი ნაჭერი არის. ეს რამდენის იქნება? ამაშა 12 ათროქს. 12 ლარად? ხო, ის არის რა ქვია, ხო შემოწმებული. გაღდია, ტაბაი თეიმაქანა ქარა, 31 ზო, კაი, წავიღებ. ხო, იმაში გაგვიმართლა ეხა. საღამოს ბაზარია, ალარი. საღამოს ბაზარი, კაია. ეს რამდენია? 23. 23 ლარისაა? 12 ლარი იყო კილო. მეთქი სულ 12-ის არის თქვა. არა, გაქვს 3 ლარი ჯიგარი. არა, დაიტოვე. არ გავაკეთრა, სიცხვილია რა. იყოს, დაიტოვე. თუ რამე გამოვივლი მე. ბატონო. აქეთ რავალ ახალწელი. რავას დაესწარი. არა, მომიარი აქ ხარ. ხვალ გამოვივლი, ტაქსით გამოვალ 1-20 ლარად აქამდე და 2 ლარის გავა. ვერ ვეტევი ფულში, თორე კი. გადმორიცხე. თათამიც ხო გვინდა, მინდაური, ხო? ესე იგი 25 ლარი ღორის ხორცი, ყველი გვინდა და ჩემი აღარა გვაქვს. ის სად იყო? გონი ეს. გამარჯო. როგორ ახართ? ყველი გვინდა. ეხა ვაკეთებ ჩელენჯი. 100 ლარში საახალწლო სუფრას თუ გავაწყობთ. 100 ლარში ადრე ვერ გააწყობდი, ეხლა გაორმაგებულია ყველაფერი, რა უნდა გამოაწყო 100 ლარში. არა, ესე პატარა რო ახალწელს შევხვდე, აგერ ნაძვი ვიყიდე 20 ლარად. ღორის ხორცი ვიყიდე 25 ლარად და ჩირი ვიყიდე 10 ლარად. ჩირი არ ვიცოდი. არა უშავს. ინდაური უნდა ვიყიდო და ყველი. და რამდენი დაგჭა? 45 ლარი. არა, დაკლებას არ გთხოვ, ყველი მინდა. 45 ლარი, ინდაური ფხლები უნდა იყიდო თუ ინდაური? რავი, ერთმა ქალმა ვთქვა სურათიო, რა იქ 45 ლარი ერთხელ ყოლს მოგცემ ეხლა მე შენ. ვერა, ანუ შეიდარჩები. არ მინდა მაგდენი. მაშინ მოდი უნდა გაჩუქო ყველი. არა, არ მინდა ჩუქება, კაცო, ვიცი რომ მაჩუქებ მაგასა, მაგრამ უნდა ჩავეტიო. კაი, ჩემ სახელზე მინდა რომ გაჩუქო. მართლა?
ხელისული და ხო, მაგრამ არ მინდა მართლა. მე ხალხი იტყვის, რომ აიო, ისაო, ხალხსო. ხალხი რას არა, ხალხსო იქით ართმევსო ეს მაიმუნიო და რაღაცებს გიწერენ. არა, მე მინდა რომ ისა რა ქვია. თავის ფასში მომეც. თავის ფასი 25 ლარია და. ხო, всё ეგ არის. ხო, და არ მინდა რომ 25. არა, მე უფასოდ არ ეს ჩელენჯია და 20 ქათამს ვიყიდი და ეგ იქნება. ვერ მოგივა 20 ქათამს. მომივა. მე ყოველს გაწუგებ ქათამს ალავი. არა, აი 25. არა, გამო. არა, უეჭველი უნდა მოგცე. არა, მან. არა, ჩათვალე მაჩუ. 5 ლარი მომე სიმბოლურად. ჩელენჯია რა და მაგიტო. ანუ უნდა ჩავეტიო რა, ფუნში. მომეცი? აი, მაშინ. მაგდენი არ უწევს ამას, 15 ლარი უწევს და 15 ლარი. კაი, მატყუებდა ხედა. ანუ რო ეჩუქნა ხო, ის იყო რომ 25 ლარის გაჩუქეო რა. ინდაური სად ვიყიდო? წამოდი რეკლამას ის კაი. 30 ლარში. წამო. ნახე რა მაგიდა საუკეთესო იდეალური პარიზი. აქ ისეთი ძვირია ყველაფერი. მე მგონი აი პროსტა დეკორაციულად რო იდეს რა. და ქათამს ვიყიდი ინდაურს აღარ. ცოტ-ცოტა რა. ხო, მანდარინი, პორტოხალი, ვაშლი, რაღაცა. ძალიან ცოტ-ცოტა. არა, მაგდენი არა. ხო. არა ვარდეს ფასი. არა, ეგრე არ მინდა. შენეულად გავაკეთე. თავწონო. მე ერთია თავწონი. რანაირად? სხვა ფასი არა აქვს? ერთ ფასში ჩაგისვამ შენ არა. არა, ეგრე არ მინდა. ნუ ატყუდა. Азербайджан. Я ютубер на YouTube. Цены высокие или низкие? Какие цены в Грузии? Что? Хорошие цены в Грузии. Грузия, да, очень хорошая Грузия. Цены какие? Цены сколько? Speak English. Yes. Repeat please in English. High price or low price? Right now it's the holiday days and I think it's high. High. Not holiday. But All. in general? Yes. In general, I think yes, price is higher than Baku, I think. აბა რამდენი არის? 10 ლარი. 10 ლარის. ეს არის შინაურულ ფასში, არ ჩავეტეოდით. აი აგერ თუ შეიძლება 20 ლარი დამიტოვეთ და მე ხილიც მავანი გამოიწერეთ მავანი. გამოუაწერინოთ ბაქოელებს გამოაწერინო. I wanna just subscribe you. Tell გამარჯობა, მავალ. First? Yes. Okay, thank you. აბა ჭხილი კარგად ქონა გაზდი. აბა წავედით ახლა ქათამზე. ქათამზე მიმასწავლე და ეგა. არა, არ მინდა. მადლობა, გოჩს ვაძლევო. არა, მე არ მინდა იმით ვისარგებლო, უბრალოდ ვიდეოს ვიღებ და 100 ლარში უნდა ჩავეტიო და გოჭი ნაყიდი მაქვს 2 ხორცს 25 ლარში. ქათამს ვეძებ ახლა რა, 20 ლარად და ეგა. სადა? აი, შიგნით შევიდე? ხო, იქ არის ქათამი. ჩო, ქათამზეც მოვედი. 18 ლარი, აგე. მომეცი, ჩავეტიე რა. რაღაცაში ჩავეტიე, მაგრამ აი ეს გოჭის ხორცია? აბატონო ფენჩოს. დიდი მადლობა. აბა პირიქით, რავალ ახალწელს, რავალ. წავედით ახლა 2 ლარი დაგვრჩა და მწვანილებსაც ვიყიდი. უი, დამავიწდა კაცო. ავტოპარკინგზე ხომ მჭირდება ეს? პარკინგზე 2 ლარი დაგვრჩა პარკინგისთვის. წავედით და განახებთ ახლა რა მომივიდა 100 ლარად ახალწელს. ჩუქნიდე რაღაცებს, მაგრამ ნუ არ მინდა ეს. ოფისში მივალ და განახებთ აი 100 ლარად რა მომივიდა. დეზერტირებიდან მოვედით. დეზერტირები რას ნიშნავს? ბაზარი, რატო ქვია, ხო არ იცი? რაღაცა ისტორია იქნება. აჰა, ისტორია იქნება ეგ მეც ვიცი. ხო, კაი. დეზერტირების ბაზრობიდან მოვედით ოფისში, სადაც სიურპრიზი გვაქვს, ახალი სტუდიაა და ამ სტუდიის გაკეთებაში რამოდენიმე ადამიანი დაგვეხმარა. პირველი ვინც დაგვეხმარა, ეს იყო გამეზა, მითითებული იქნება ლინკი, აი ესენი დახატა და შემდეგ ვინც ეს ნახატები კედელზე გადაიტანა, ეს არის Facebook-ზე შეგიძლიათ იპოვოთ, კედლის მოხატვა, ესე ქვიათ ბიჭებს. აი ესე აპარატი დადგება, ხატავს რა, თავისით ნახატს მიცემს ძმაო, PDF-ი გინდა, JPG გინდა, RPG გინდა, მიცემ ფაილს და ხატავენ ბიჭები რა. და მადლობა ამ ბიჭებს, Facebook-ზე შეგიძლიათ იპოვოთ კედლის მოხატვა. დაუკავშირდით, ჩემგან იქნება პრომოკოდი მავანი, უთხარით მავანისგან ვართო და დაგიკლებენ. რაც შეეხება ახლა სუფრას. აი ეს გამოვიდა 100 ლარში. ამას შევწვალ, იმას მოვხარშავ, ამას პირდაპირ დავჭრით, დავდებ სუფრაზე, ამასაც დავდებ, ამასაც და ეს ნაძვის ხე შევხედავ. ეს არის ჩემი ახალი წელი, მეგობრებო. რა, მე მგონი მშვენიერია, ვიგულავებ, ის ფლადისზე არ დავრჩები რა. ხილსაც შევჭამ, ვიტამინსაც მივიღებ, ქათამსაც, ღორის ხორცსაც, ცოტა ქოლესტერინია, ცოტა შირიც არის, ცოტა ხილიც არის და არ ვიცი, აბა თქვენ რა მოგივიდათ, ნახეთ 100 ლარად გითხარით, აბა როგორი ფასებია. ნუ ყველი თლად
ერთი თავი არ არის, მაგრამ არა უშავს რა. მადლობა ყურადღებისთვის. მრავალს დაესწარით მეგობრებო, ეს იყო ესეთი სპონტანური ვიდეო ახალი წლისთვის. მრავალს დაესწარით ბედნიერად, ჯანმრთელად და წარმატებებს გისურვებთ 2025 წელს. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.